1957 წლის 4 ოქტომბერს რუსებმა გაუშვეს პირველი თანამგზავრი საბჭოთა კავშირმა. ამით დამტკიცდა, რომ ამათ შეუძლიათ გაუშვან ისეთი რაღაცა, რომელსაც შეუძლია შემოუპყროს დედამიწას რამდენჯერაც გინდა. და კიდე ამას მეორე დატვირთვა ჰქონდა, რომ ამას შეუძლია გაატანონ ბომბი და ჩამოაგდონ ამერიკაში. ამაზე ამერიკა ძალიან შეფუძხუნდა. მე 58-ში ეიზენჰაუერი იყო პრეზიდენტი და ეიზენჰაუერის ბრძანებით ჩამოყალიბდა NASA. აი NASA-ს მიეცეს ფუნქცია, რომ დავეწიოთ და გადავასწროთ საბჭოთა კავშირს. რუსებმა 61 წელს გაუშვეს გაგარინი. მართლა ძალიან დიდი მოვლენა არის. როგორც გვინდა ახლა ვაძაგოთ ან ვაკოთ, ადამიანისათვის იყო ძალიან დიდი მოვლენა. ბუნებრივია ამაზე ამერიკელები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ და 61 წელს თუ არ ვცდები, პრეზიდენტი კენედის დროს მან განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ ამერიკელები მიფრინდებიან მთვარეზე დაბრუნდებიან უკან და ამავე დროს ამერიკელები მიულენ ყველა პლანეტასთან. ყველა პლანეტასთან მზის სისტემაში. 69 წელი მოვიდა, აი პირველი აპოლონ 1 დაიწყო. პირდაპირ სამი კოსმონავტით პირდაპირ ეთერში. ყოველი ესეთი ტრაგედია, ცუდი ამბავი კოსმონავტიკას ძალიან აფერხებს. მე ფსიქოლოგიურადაც წყდებიან ადამიანები, მე უკვე იწყება 1000 გააზრება. მაინც არ შეწყვეტეს ამერიკელებმა ეს მისია, იმიტომ რომ ამერიკელებს უნდა რაღაცა პირველებს გაეკეთებინათ. და მე აპოლონ 8 შემოუფრინა და 11 იყო რობელის დაჯი და მანდ იყო ერთი საინტერესო დეტალი პირველზე, რასაც ყვებიან, რომ ჯდებოდნენ ქვევით მოდულით. არც რომ დაინახა, რომ პირდაპირ ქვებზე ეხეთქებოდნენ. ხო და ამიტომ ხელოვნური მართვაზე გადაიყვანეს და ეს გადააცილეს ქვებს და საწვავი დამატებით დახარჯეს და დასვეს ისეთ ადგილას. ეხლა უყურეთ რამხელა რისკია, რომ შეიძლება და უკან დასაბრუნებელი საწვავი ეღარყოდნენ. მაშინ დარჩებოდნენ დაიხოცებდნენ მთვარეზე.